2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ფორმირების ახალი რეგულაცია არის სამოქალაქო სექტორისთვის არის მისაღები ისინი კანონპროექტ სპეციალური განცხადებითაც გამოეხმაურენ და ურჩევენ ხელისუფლებას ალტერნატიული ვარიანტებიც განიხილოს. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით საარჩევნო რეფორმა მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე უნდა განხორციელდეს ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით და ნებისმიერი ცვლილება მიღებული უნდა იყოს უმრავლესობის შეთანხმებით, რაც საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით ამ ეტაპამდე ვერ იქნა უზრუნველყოფილი. Სცილდება 15%-იან ზღვარს, ასევე ხდება ცალკეული მაჟორიტარული ოლქების გაერთიანება და დაყოფა და ესეც გაურკვეველია რა პრინციპზე დაყრდნობით ახორციელებს ხელისუფლება ასეთ გადანაწილებას. ეს პროექტი წარმოქმნის უფრო მეტ კითხვას, ვიდრე რაღაცა პრობლემის გადაჭრაზე იყოს მიმართული, ამიტომ მოუწოდებთ ხელისუფლებას, რომ განიხილოს ასევე სხვა ალტერნატივები.